ამბები ხდება ბატონ ლევან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო 2 წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსებას განიხილავენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დღეს მიზანი უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფაა და 90 მილიარდს ეძებენ, რანაირად დააფინანსონ ესა და რეპარაციული სესხის გამოყოფაზე მსჯელობენ, ვერ მივიდნენ ჯერჯერობით დასკვნამდე, აი ახლა ალბათ როცა გავალთ ჩვენ ამ გადაცემდა შესაძლოა უკვე იყოს რაღაცა მინიშნებები საითმის ეს მოკლედ გადაწყვეტილებები და ამასობაში პარალელურად ხდება საოცარი რამ 7 რუსულ ბანკს ამერიკა ტრამპის პირად გადაწყვეტილებით უხსნის სანქციებს. ხო არ არის ამ ორ მოვლენას შორის რაღაც ბმა და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მაინც ბრიუსელის შეხვედრა როგორ დამთავრდება? რუსულ აქტივობთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გულისხმობ. მეგონი გადავღალეთ ყველა საერთაშორისო საკითხებით, მოკლედ გეტყვით მაგაზე. ეცით რა, აი ვერ გავდივართ თებიდან, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენ მომავალი. მოდი ესე მოკლედ ვიტყვით, საერთოდ რეპარაცია უწესდება დამარცხებულ ქვეყანას. ეს არის კლასიკა საერთოდ განმარტების რა. ქვეყანა რომელიც დამარცხდება, ის იხდის რეპარაციებს, იმიტომ რომ ომში დანახარჯები რაც მიიღეს, თქვა გამარჯვებული ქვეყნება, მათ უნდა გადაუხადოს. რუსეთი თუ დამარცხდება, მაშინ შეიძლება ეს საკითხი დადგეს. სხვა ვარიანტში ეს ვერ იმუშავებს. ეს მაგათ შეიძლება უბრალოდ აქვთ ესეთი განცდა, აი აქ შევჩენკომაც ილაპარაკა, ბელგიის პრემიერმა კარგად ახსნა ეს სიტუაცია, ძირითადი თანხა ინახება ბელგიაში და ბელგია ამას არ დათმობს, ჯერჯერთი მათთვის ეს ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა თვითონ ბელგიისთვის. ეხლა მაგის გადაცემა ნარსობრივადაც არ აწყობთ, იმიტომ რომ ამ თანხის მომსახურეობაში ბელგია ფულს იღებს და იქ 400 მილიარდზე არის ლაპარაკი და იმის მომსახურება ყოველ თვეში საკმაოდ ძალიან დიდი თანხაა რა, მილიარდებამდე ადის, აბა რა მილიარდებამდე ადის მიახლოებით ეგეთი ციფრია. ესე იგი, ამიტომ ამ თანხის ესე მითვისება ადვილი არ იქნება, შეიძლება რაღაც დაარქვან ამათ კრედიტი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან რთული თემები არის. თან აქ გაითვალისწინეთ, რომ რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი ასეულ მილიარდიანი ქონება, რომელიც დასავლეთს აქვს შექმნილი რუსეთის ტერიტორიაზე და ისინი ადგებიან და იმას მთლიანად მიითვისებენ ამის სანაცვლოდ. როიტყვიან ამ მიმართულებას ორი მხარე აქვს რა. ასევე მთლიანობაში რამდენად შეძლებენ ამის გაფორმებას ევროპელები ცოტა ბუნდოვანია, აი გამოჩნდება ახლა, თუმცა მოწინააღმდეგებიც ყავთ მაგათ, იმიტომ რომ იქ გამოაცხადეს ბულგარეთიდან დაწყებული, იტალიაც, უნგრეთიც, სლოვაკეთიც ისინი წინააღმდეგები არიან. ახლა ამ შემთხვევაში მარტო ბელგიას უკვე გასაგებია. ამ შემთხვევაში მარტო უნგრეთი არ არის, რომელიც წინააღმდეგი. ჩაერთო აქტიურად. ხო, ჩაერთო. იტალიელები ესე იციან ხო, რომ დაინახავენ ვინ იმარჯვებს, მე იმათ მხარეს იჯერი. ასე რომ მაგაზე კვირი არაფერი არ არის. ესე ხდება. ეხლა რაც შეეხება არის თუ არა საპირწონე და აი მაგალითად რაღაც შეთავაზება ტრამპის ამაზეც მოკლედ გეტყვით, აქ არის ცოტა სხვა რამ. საერთოდ გავითვალისწინოთ, რომ ზოგს გონია, რომ რუსეთი და ამერიკა გადაკიდებულები არიან და იქ არ ლაპარაკო, ბაიდენის დროსაც მიდიოდა საუბარი. სამხედრო საკითხებზე მაშინაც მიდიოდა საუბარი. იგივე სირიაში ომსაომარი პროცესი რო იყო რუსეთსა და ბაიდენის პერიოდია, რუსეთსა და ამერიკას შორის ყოველთვის იყო კონტაქტი, იმიტომ რომ ეს არის ორი უმსხვილესი ბირთვული ქვეყანა და მათ აი მაშინ გაიტანეს ჯერ საბჭოთა კავშირი იყო და გადაიტანეს ეს ომი, სადაც თქვათ იგივე საბჭოთა კავშირი დამარცხდა, მაგრამ ნუ დამარცხდა და მე რა მოხდა, ვიცით დღეს რუსეთი გვაქვს მსხვილი, თუ ეკონომიკურად არ არის მსოფლიო ლიდერი, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან სერიოზული გავლენა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეც კი იყოს უახლესი ტექნოლოგიებით, ზებგერითი რაკეტებით, რომელსაც ვერავინ ვერ აგდებს და ასე შემდეგ. ეს თვითონ კარგად იციან. ამიტომ თუ კი ავიღებთ ტრამპის ინტერესს იგივე სასიცოცხლო ეგზისტენციალურ სასაც ვეძახითი ტრამპისთვის საშიშროება არის რუსეთ-ჩინეთის ერთად ყოფნა. თქვენ ახლა რა უნდა ვიმარჩიელოთ ჩვენ ან რა ვიცით, რას ვაჭრობენ ისინი, რას ლაპარაკობენ, იქნებ ისეთ რაღაცას თავაზობენ, იქ ვენესუელის ფაქტორია, აქამდე შევიდოდა ტრამპი. აქამდე შევიდოდა, დაბომბავდა, არ გააკეთა, იმიტომ რომ იქ რუსების ინტერესია. იქ იმის ინტერესი არის, რა ქვია, ჩინეთის ინტერესია და ასე შემდეგ ვენესუელაში. ამიტომ ისინი ერთმანეთში რიგდებიან, უნდა გარიგდნენ. აქ შემოდის უკვე უკრაინის ფაქტორის და ბანკებს რომ მოუხსნა, ეს იმიტომ მოუხსნა ტრამპა, რომ იქ სხვა გარიგება აქვთ მათ.
რა გარიგება აქვს ამას რო გვიჩვენებს იცით ეხლა ვიმარჩივლოთ არ არის მაგრამ რო დასწრებიან ეხლა ამხელა სიძლიერის მქონე ქვეყნები მსოფლიო შეიცვალა მრავალპოლუსიანი გახდა ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ აქ თავარია ჩვენ რას მივიღებთ ჩვენ რა სიტუაცია გვექნება და ჩვენი შიდა პრობლემები როგორ დავარეგულიროთ რომელიც ამდენი ხანია აი რაღაც საკითხებია რომელიც არ რეგულირდება თუ ამას მე დროს დაუთმობთ აი ძნელი უფრო საინტერესო იქნება იმიტომ რომ ხალხი ელოდება ხელფასის გაზრდას ელოდება პენსიებს მატულობს დიდი ინფლაცია ყველაფერზე ფასი მატულობს ცეცხლი უკიდია მაღაზიაში შედის ადამიანი და ხედავს რომ ადრე ყოფნი და ეს თანხა რაღაცაზე ეხლა ნაკლებად ყოფნის და ეს უამრავი პრობლემები დაკავშირებული იგივე თემები რომელიც არის დემოგრაფიული საკითხი საერთოდ ნიჰილიზმი ჩვენ საზოგადოებაში და დეგრადაცია რო იტყვიან სოციუმის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს თუ ამაზე ჩვენ ამას დროს დაუთმობთ ამას ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი მადლობა მოკლედ ევროკავშირი როგორც ჩანს ბატონ მალხას ძალიან შეშფოთებულია აი თქვენ რო გელაპარაკებთ კომპიუტერში წავიკითხა ინფორმაცია რომ 2 საათის წინ ზელენსკიმ დასვა კიდევ ერთხელ ეს რიტორიკული კითხვა რომ ვინ დაიცავს უკრაინას თუ რუსეთი ისევ დაესხმება მას თავს და ამაზე კითხვა მან ვერ მიიღო თვით ბრიუსელშიც კი რა. აი თქვენი აზრით მართალია ურსულა ფონ დერ ლაიენი და მთელი ევროკავშირი მათ შორის მაკრონი ამბობს რომ ჩვენ თქვენ უკან გავართ და ჩვენ თქვენი გუჯერად თქვენ უნდა დაგვეყრდოთ ჩვენ და ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ამ თანხებს რომ უკრაინას 2 წელი მინიმუმ მოკლედ გარანტირებულად კონდეს მშვიდობა თავის შიგნით ხო? ზელენსკის ამ კითხვას ვინ დაიცავს უკრაინას თუ ისევ რუსეთს შემოიჭრა მის ტერიტორიაზე ვერ აძლევს ვერავინ. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა უნდა მისცემენ ხა თავისი გაჭირვებიათ რომ იტყვიან გარანტიას როგორ მისცემენ მით უფრო კი შევხედავთ უკრაინა გამოდის რომ უკრაინა მარტო რჩება როგორ აიცით უკრაინა ეგ ყველაფერი ხო პოლიტიკური თამაშია და უკრაინა ფაქტიურად განწირულია ამ სიტუაციაში რომ ეს დიდი ქვეყნები გადაითამაშებენ თავით სასარგებლოდ ყველაფერს. ეხლა უკრაინის მომენტი რა არის კიდევ ერთხელ ომის დამთავრება არ აწყობს ევროპას. ევროპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ დამთავრდა, ევროპა გამოდის დამარცხებული და ის რღვევის პროცესი, ეკონომიკური სტაგნაცია და თვითონ საზოგადოების რღვევა და დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ შეიცვლება ძალიან კაფიოდ შეიცვლება, ამას შეერთებული შტატებიც ხელს უწყობს, ხო ნახეთ მათი ესე იგი უსაფრთხოების დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ევროპას განიხილავენ ისინი არა თანაბარ პარტნიორად, განიხილავენ, რომ ის იქ ადამიანის უფლებები ირღვევა, იქ არ არის დემოკრატია და ფაქტიურად ეს არის რაღაც ადმინისტრაციული ბიუროკრატია შექმნილი, რომლის დოკუმენტში ჩაწერეს ეს ტყუილა კი არა, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს დოკუმენტი ვიღაცამ კი არ მოიფიქრა, ეხლა ანალიტიკას აკეთებდნენ, წერდნენ და თვლიდნენ თავიანთ ინტერესებს. ამიტომ ევროპამ თუ ამ პირობებში, რუსეთის გამარჯვების პირობებში ომი დაასრულა, ევროპას ძალიან ცუდად წავა საქმე. ყველა გათვლები აქეთკენ მიდის. ამიტომ ეხლა ზელენსკის ვინ დაიცავს, ამაზე საერთოდ არ ნერვიულობენ. საერთოდ ნერვიულობენ რა. ამიტომ ზელენსკი მითამაშა დასავლეთის თამაში, ფაქტიურად ითამაშა თავისი ხალხის, თუ დავარქმევთ ეხლა ზელენსკის ხალხია უკრაინელები, ესე იგი თავისი ხალხის სისხლის, ღვრის საფუძველზე და თვითონ უკრაინის გაუბედურების საფუძველზე. აი ეს არის. ამიტომ მე ნაკლებად გონია რომ ვინმე რაიმე გარანტია ესე მისცეს, შეიძლება რაღაც დროებითი დოკუმენტი იყოს და მე ასევე არ ამგონია რომ რუსეთი წავიდეს იმაზე, რომ იყოს რაღაცა გაყინული კონფლიქტი, რომელიც მათ არ აწყობს, ისინი ახლა არიან უკვე შეტევის ფაზაში, მათ ჩქარა მიდის ეს პროცესი თუ ნელა მიდის, ყველა შემთხვევაში ასეთი განწყობა აქვთ მაგათ და ეს პროცესი შეიძლება ძალიან მძიმე დამთავრდეს. დასრულდეს რაღაცა ფორმატით, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც ბატონმა მალხაზმა თქვა, ყველას აქვს თავისი ინტერესი. პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ყველა ელოდება თავისი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას. ისევ ამბობ, განცხადება და ტრაფარეთი ერთია, რომ ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინას, ბევრი აცხადებს მათ შორის პოლონეთი, მაგრამ აბა შიგნით ნახეთ რა იწერება, რა ასევენ, რა დასკვნებს წერენ პოლონელები, ერთი სული აქვს, აი რაღაცნაირად მოიშალოს ეს სიტუაცია და შევიდნენ და ეს ტერიტორიები დაიკავეს. სხვათა შორის იმ ტერიტორიების დაკავებაზე, ესეც სავაჭრო თემა იქნება პოლონეთის, უნგრეთთან მე მგონი დალაგებული აქვს რუსებს ეგ საკითხი და რუმინელებთან, რომ ეს ამ ტერიტორიებზე რუსებმა პრეტენზია არ გამოთქვან, არ არის გამორიცხული. ასე რომ აი ესე
როცა ლაპარაკი იყო სახურდაოთ იმათ გამოიყენებენო. აი ესე უყურებენ ახლა უკრაინას. და შეიძლება უცბად ესე არ იყოს, საერთოდ სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა 15 წელი მე ვიცხოვრე უკრაინაში და კარგად ვიცი რა ხდება და უკრაინელები როგორ აზროვნებენ, ვინ არიან დონბასელები და ვინ არიან ზაპადენცები. რო იტყვიან უნიკალური ქვეყანა ფაქტიურად დაშლის პირას მიიყვანეს ეს დროებითი მოვლენები ერთია და ისტორიული პერსპექტივა რა რეალობას დააყენებს მეორე. მეგობრებო, 3 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასასრულამდე და ჩვენ ის დრო არა შევაჯამოთ. დაგვრჩა წუთნახევარი და მინდა გითხრათ, არის შანსი იმის გამო, რომ უკრაინამ დაკონსერვოს, მაპატეთ უკრაინაში დაკონსერვდეს ეს ომი? მე ვფიქრობ, ამის შანსი არ არის. ეხლა აქ მოხდება, ითქვა ბატონმა ბახაზმომ, უფრო არის შანსი რეალური, რომ გაცვალონ ტერიტორიები, თუ მართლა უნდათ, ესე იგი, ევროპას გააჩერებს ტრამპი და ომის გაგრძელებაზე გაჩერდებიან, მაშინ მოხდება ტერიტორიების გაცვლა, რაც რეალურად დაკავებულია, ანუ დაუკავებელი ტერიტორია, რაც უკრაინა აკონტროლებს დღეს და რუსეთს არ აუღია, ეს სლავიანსკის და კრამატორსკის ზონა არის და ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაკლება ზაპოროჟიესა და იმისი დნეპროპეტროვსკის ნაწილი, რეგიონების ნაწილს დაუთმობენ, ანუ იქიდან რუსები, მათ შორის სუმის იმაში, იმიტომ რომ პერსპექტივა ამ ომის განვითარებისა შეიძლება უფრო მძიმე იყოს. შეიძლება ალყაში მოექცეს ხარკოვი, თუ კი აიღეს ესე კრამატორსკი და სლავიანსკი, ფრონტი მართლა შეიძლება ჩამოიშალოს და მერე რუსებს მართლა ვეღარ გააჩერებენ და საერთოდ უკრაინის თემა, აი ზელენსკის ფორმატში ვეღარ განიხილება საერთოდ. ასე რომ მაინც მე ვფიქრობ, რომ ტრამპს უნდა აი არსებული ამ გაცვლებით კონფლიქტი დაამთავროს და რუსეთის წამსვლელი ამაზე, იმიტომ რომ მაგენით თვითონაც გადაიღალენ, ჭირდებათ ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რომ გაშალონ ფრთები, მოდი ესე ვთქვათ. და ტრამპმა მიიღო საშუალება, რომ რუსეთთან დაახლოებით ჩინეთის რაღაც დარეგულირების გარკვეული ბერკეტი ჩაიგდოს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ შეზღუდული ვართ დროში. ლევან მამალაძე, მალხას თოფურია იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა.